ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს ხელისუფლება 4 ოქტომბრის არჩევნებში EUTODIR-ის სადამკვირვებლო მისიას იწვევს. ოფიციალური თბილისის წერილი EUTODIR-ს უკვე გაეგზავნა. მთავრობა ადასტურებს მზაობას EUTODIR-ის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას და გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიციისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად EUTODIR-ის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გააცნო, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს, ის მუშაობს თემაზე. ლელა, გისმენთ. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისთვის ყველადაირი პირობა არსებობს და სწორედ ამიტომ ხელისუფლებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით EUTODIR-ის მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართული ოცნების წევრები ამბობენ, თავად ამ ორგანიზაციამ ვერ დაიცვა საკუთარი პოზიციები, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რიგი ოპოზიციური პარტიები თუ უცხოელი აქტორები თავს ხმოდნენ ამ ორგანიზაციას და მის დასკვნას. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მოცემულობა ამჯერად შეიცვლება და EUTODIR-ის ანგარიშს ყველა მეტი პატივისცემით მოეკიდება, მათ შორის თავად საერთაშორისო მისიის რეპუტაციის გათვალისწინებით. ეს არ არის მარტო კეთილი ნება, ეს არის ის ღრმა დარწმუნება ჩვენი ხელისუფლებისა, რომ საქართველოს საარჩევნო მთელი სისტემა, კანონმდებლობა, საარჩევნო გარემო, მათ შორის შესაძლებლობები არის დემოკრატიული და ფართო. ჩვენ არასდროს არ შევშინებივართ რაიმე შეფასებას ჩვენი არჩევნებისა. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ტარდება ღიად და სამართლიანად. ვერც ერთი დასკვნა ამ მთელი მეათე არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეს ჩვენს არჩევნების შედეგებს. ესე იყო წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. ერთადერთი რაც მინდა კიდევ ერთხელ ვისურვო, რომ EUTODIR-ი, რომელიც იმედია, რომ ჩამოვა და აკვირდება არჩევნების მსვლელობას, იყოს თავისივე დასკვნის პრინციპული დამცველი. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოიწვიოს EUTODIR-ი, რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში, მათთვის, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მნიშვნელობა არ აქვს პროცესს რა მასშტაბის საერთაშორისო მისია დააკვირდება, თუმცა არჩევნებში მონაწილე პარტიებში ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საერთაშორისო მისიის მოწვევა მუნიციპალურ არჩევნებზე მათი სურვილიც იყო. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის ამ არჩევნებს ვეძახდით ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, de facto არჩევნებს. ამავდროულად ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ბრძოლისა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, რომ EUTODIR-ის შესაბამისი დამკვირვებლები როგორც ჩანს იქნებიან წარმოდგენილ საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე მუშაობდით ჩვენც, EUTODIR-მა და ყველა სხვა მისიამ, იცის, რომ ჩვენ გსურდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ აქ და მივესალმებით მათ ჩამოსვლაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში. ტექნიკური ორგანიზაცია გახლავთ, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ იქნება ის პოლიტიკური წესრიგი, რაც შეიძლება ქონდეს პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკურ აქტორები ვინც არიან, ევროკავშირის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იქნება და ავტორიტეტული მოწვეული, იმიტომ რომ საერთოდ არავინ არ აპირებს უმეტესობა აბსოლუტური ოფიციალურად განწყობილი ადამიანების ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბანზე მისვლას. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ EUTODIR-ისთვის არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვების მიზნით ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. ამბობენ იმასაც, რომ მიუხედავად წინა საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებისა, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ არ დარჩეს არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის არჩევნების სანდოობის თვალსაზრისით. თქვენ გახსოვთ წინა არჩევნების ანგარიში EUTODIR-ის საბოლოო, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, CESCO მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. მას მერე ჩვენ მოგვიწია EUTODIR-ის რეპუტაციის დაცვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ EUTODIR-ის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს თავისი ჩვენება, უკაცრავად ჟარგონისთვის და დაიწყეს EUTODIR
ეუთოოდირის ლანძღვაგინება, ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ასე შემდეგ. შემდეგ ისინი გთხოვდნენ, რომ ეუთოოდირს რატო არ იწვევსო ქართული ოცნებო თვითმმართველობის არჩევნებზე. სწორედ ამიტომ არ ვიწევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას, თუმცა მაინც რომ გამოვრიცხოთ და დაუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა აქტორებს, ისე გარე აქტორებს, ჩვენ გაუგზავნეთ მოწვევა ეუთოოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზოგადად არ არის ტრადიციულად წესად მიღებული ეუთოოდირის სამკვირვებლის მოწვევა, მის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ იყოს არანაირი ნიადაგი შექმნილი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ მეტი პატივისცემით და მეტი არსებითი ხედვით იქნება გამსჭვალული ყველა ის შეხედულება, რომელიც ეუთოოდირის საქმიანობასთან იქნება საქართველოში დაკავშირებული. ბურთი არის მათ მხარეს, ჩვენ ველოდებით მათ ჩამობრძანებას და შექმნილი იქნება აბსოლუტურად ყველა პირობება იმისთვის, რომ ეუთოოდირმა, როგორც სადამკვირვებლო მისიამ, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს აბსოლუტურად სამართლიანი, სწორი და ობიექტური დასკვნა. საერთაშორისო მისიას ხელისუფლებამ ოფიციალურად უკვე მიმართა, ვინაიდან პარტიების რეგისტრაციის ვადაც ამოწურულია. შეგახსენებთ, რომ ეუთოოდირის მოწვევას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ხელისუფლების ოპონენტებიც აქტიურად ითხოვდნენ. მადლობა ლელა, თქვენ უსმენდით ლელა ჯავახიშვილს. გადაწყვეტილების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ეუთოოდირი და მისის შარშანდელი დასკვნა არაერთხელ იქცა ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. ასევე მოსალოდნელია, რომ მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, თუმცა ამ გარემოებების მიუხედავად იმისთვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მთავრობამ მისიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ წინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ახალი, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც არჩევნებში მონაწილეობას ხალადად აცხადებს, ხოლო ორი პარტია, ლელო და საქართველოსთვის არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატების დასახელება. როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთოოდირის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწევდით ეუთოოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთოოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ. ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო ეუთოოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის ეუთოოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში პატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს. სამწუხაროდ ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში კოლექტიური ნაცმოძრაობა იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში დემოკრატია და ხალხის ცნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ წელს ეუთოოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით ეუთოოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. თუმცა, ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არჩევანი მოწოდებების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთოოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთოოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთოოდირის შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთოუდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას ეუთოუდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ტრადიციისამებრ ყველა პირობა შეუქმნეს. პრეზიდენტის შეწყალებისა და საპატიმროს დატოვების შემდეგ ჯაფარიძე ხაზარაძის მისამართით კოლეგების მხრიდან ისევ კრიტიკა ისმის. ოპოზიციის ნაწილი მათ ბრალდებებს უყენებს და ისევ მოუწოდებს გაემეჯნონ არჩევნებს. ლელოში კი აცხადებენ, რომ სტრატეგიას არ შეცვლიან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, კოლეგების აზრი კი მათთვის უინტერესოა. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ორად გაყოფილ ოპოზიციაში მძიმე მდგომარეობაა. ხაზარაძე ჯაფარიძე პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა, მათ საპატიმრო გუშინვე დატოვეს. პრეზიდენტის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ არავის უნდა დარჩეს იმის საბაბი, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენტიულნარიანობის პირობებში ტარდება. არ ვინტერესდებით თამარ ჩერგოლეშვილის განცხადება, არ მაინტერესებს. არა, კრიტიკას არ ვიცი შეუფასებ. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური სამზადისი, ძალიან აქტიური კამპანია. ეს პოლიტიკური ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ აქტიურად და გავაგრძელებთ ბოლომდე. ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი ძირითადი ტაქტიკა. გასაგები იყო რა თამაშას თამაშობდა სამწუხაროდ ლელო და გამოჩნდა კიდევ ერთხელ ისინი უბრალოდ დაყაბულდნენ, იყვნენ სისტემური ოპოზიცია. ყველა ეტაპზე ჩვენ ვიცოდით, რომ კრახს განიცდიდა ყველა ის ძალა, რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. მათი მიზანი იყო აქ ან არჩევნებით, ან არჩევნების გარეშე რევოლუციის გზით დროში შემჭიროებულები იყვნენ ხელისუფლების შეცვლა, ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯინგი. ისინი გაყვნენ ამ ანტიკონსტიტუციურ მავნე, ასე ვთქვათ, გზავნილს და მივიდნენ საბოლოო ჯამში იმ ჭაობში, რა ჭაობშიც ახლა ერთმანეთს ეკაჩებიან, რომ ზემოთ ამოვიდნენ სინამდვილეში, ერთმანეთის ჩაძირვით არიან დაკავებული. ეს დაპირისპირება არის ერთის მხრივ ხელოვნური და დაკვეთილი, იქიდან გამომდინარე, რომ გამიჯნონ გახარიას და ლელოს პარტია ნაციონალური მოძრაობისგან, ხოლო მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ შიდა კონკურენცია არის და ყველა სურს იმ გარეძალების ფავორიტი რომ იყოს, ხო? ეხლა ბატონი ყაველაშვილის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, აქაც რომ არავის არ დაუტოვოთ სასპეკულაციო არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. შემდეგ რომ არ ქონდეთ სალაპარაკო, რომ აი ჩვენ ლიდერები ციხეში ვიმყოფებოდით და მაქედან გამომდინარე წავაგე დიდი ანგარიშითო ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამას. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციურ სპექტრში მძიმე მდგომარეობაა. ამ მდგომარეობამდე ისინი კი საკუთარმა ქმედებებმა და გარეძალებისგან მიღებულმა დავალებებმა მიიყვანა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ფონზე ქართული ოცნების რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ მაჩვენებელს და მმართველი პარტია არჩევნებზე 60%-ზე მეცალოდება. მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში. პრინციპში აქამდე მათ თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა ჩვენს შეუწყოთ ხელი, მაგრამ პირველ რიგში თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ნაცმოძრაობა და ახალი ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და მეორე ნაწილი ეს არის ხაზარაძე გახარიას ორი პარტია, ისინი არჩევნებში მონაწილეობენ. ხო, რეალურად გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს გვეხმარება სუბიექტურადაც მოგწონს ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კუთხით ჩვენ გვიმარტივებს 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში დღეს ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს. შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შეკნით მივიღეთ ჩვენ 54.9%, ახლა ველით 60%-ზე მეტის მიღებას. ასევე მაგალითად თბილისის შემთხვევაში, ქალაქების შემთხვევაში ველით რომ ყველგან მოვიგებთ პირველივე ტურში მერის არჩევნებს. დღევანდელი მოცემულობით ეს არის აბსოლუტურად არა მხოლოდ რეალური, არამედ უკვე შემდგარი, ასე ვთქვათ, ფაქტი იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოქმნილია ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი კაპანაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიების დეტალებზე უფრო ვრცლად ლევან ფანცხავა მოგვიყვება, ის მუშაობს თემაზე. ლევან, გისმენთ.
დიახ, გიორგი კაპანაძეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა, ის დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და მას გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ქრთამი მოითხოვა, აქ საუბარია $400,000-ზე. დგინდება ისიც, რომ კაპანაძემ მას მოსთხოვა წინასწარ $80,000 და დაჰპირდა, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთს ის გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ფაქტი დადასტურდა გუშინ, რა დროსაც მოხდა სუსის მხრიდან მისი დაკავება. ამ საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა პროკურატურაშიც. გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანა შეპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით $80,000 გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც ნაწილი $80,000 5 სექტემბერს აიღო. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებაზე კეთდება აქცენტი. სახელისუფლებო გუნდში უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებაა და აცხადებენ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღესაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ისინი აქცენტს აკეთებენ ასევე საერთაშორისო რეიტინგებზეც, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ლიდერის პოზიცია უჭირავს. მე შევახსენებ ჩვენ მოქალაქეებს ბატონი პრემიერის ირაკლი კობახიძის დაპირებას, როდესაც იგი გახდა პრემიერ-მინისტრი, რომ სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შევა ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. მე შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს იმასაც, რომ დღესაც საკმაოდ კარგ პოზიციებზე ვარ და 7 თუ 8 ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებთ ამ მიმართულებით. თუმცა დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციასთან და თავის მხრივ ეხლა რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძე თავისი პროფესიონალიზმით და თავისი უშრეთი ენერგიით კონკრეტულად სუსის მიმართულებითაც რა თქმა უნდა დაუნდობელ ბრძოლას გამოაცხადებს და გაგრძელდება ეს ბრძოლა და რა თქმა უნდა კორუფცია აღმოიფხვრება საქართველოში და სულ რამდენიმე წელიწადში კორუფციის სიმცირით როგორც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს ტოპ 3 ქვეყანაში ვიქნებით მთლიანად მსოფლიოში. ჩვენ როგორც ბიუჯეტის გარდა სახელმწიფო საქმიანობის გამჭვირვალობით ლიდერი ქვეყანა ვართ. ამბიციური მიზანიც და ეს პრემიერ-მინისტრმაც გაახმოვანა არის, რომ ჩვენ საუკეთესო, ასე ვთქვათ, სამეულის ლიდერში ვიყოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ამას სჭირდება ძალისხმევა პირველ რიგში რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანოების და ეს საფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და შედეგიც პირველი ამ მიმართულებით ახალი ხელმძღვანელის პირობებში და არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს ამავდროულად უყურებთ კომპლექსურადაც და ეს კომპლექსური მიდგომით ჩვენ ამ მიმართულებაზე გავალთ. პროკურატურის მხრიდან დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება უკვე წარდგენილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი კაპანაძეს მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მადლობა ლევან, თქვენ უსმენდით ლევან ფანცხავას. კორუფციასთან ბრძოლაზე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. დანაშაულთან ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ეხება მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულს, ეს ეხება ნარკოტიკულ დანაშაულს, ეს ეხება ადამიანების მიერ იარაღის დარებას, ასეთი ტიპის ქმედებებსაც. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. და ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს, იმისა,
იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე, ბუნებრივია ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები, ბუნებრივია გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი ევროპის სამეულში დავეკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყველა უწყების მობილიზება, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. გარედან დაფინანსებული პროვოკაციები. ასე აფასებს პრემიერი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი კობახიძემ თემაზე ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა. პრემიერის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციას ევროპელი ბიუროკრატები ძღიად უჭერენ მხარს. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, რომ სიძულვილის გამოვლინებებს საპირისპირო დამოკიდებულებით შეხვდნენ და მსგავსი შეურაცხყოფის ფაქტები უპასუხოდ დატოვან. ეს არის გარედან დაფინანსებული პროვოკაციები, რასაც აქვს სამსახურით მხარდაჭერა გარედან, მათ შორის დაფინანსების სახით და თქვენ ხედავთ, რომ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები ძღიად უჭერენ მხარს რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის შემოშფოთებული ბუნებრივია ჩვენთვის. მე მინდა მოუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ უპასუხონ ასეთ პროვოკაციებს, თუ რაიმე სურვილი აქვთ ასეთ ადამიანებს, სახედაგაგულ ადამიანებს, ეს არის პასუხის გაცემა. მე მგონია, რომ უმჯობესია მშვიდად შევხვდეთ ნებისმიერ ასეთ აქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაგარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაღენებს, თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ესენი არიან კიდევ ერთხელ გაიმერებ აბსოლუტურად სახედაგარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი დავალება, ამოცანა, ეს არის სიძულვილის გაღვევა ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილის გაღვევების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე საპირისპირო დამოკიდებულებით და არა სიძულვილით. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისგულზე დავასხავთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს უპასუხებთ სიძულვილით, პირიქით ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხევასაც ცდილობენ გარეძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები ჩვენი ქვეყნისთვის. დიდგორის ბრძოლა არ დასრულებულა. დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება. ამ სათაურით ვრცელ წერილ საზოგადოება ქართული აქვეყნებს. ნეოლიბერალური Deep State-ის აგენტურამ ქართულ ეროვნულ ცნობიერებასთან ბრძოლა ქართველთა ისტორიასთან და ამ ისტორიის გამორჩეულ გმირებთან ბრძოლით დაიწყო. წერია განცხადებაში, სადაც საუბარია ისტორიულ მაგალითებზე. წერილის ავტორები ასევე საუბრობენ ისტორიკოსთა ჯგუფზე, რომელიც მათივე შეფასებით ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან. გლობალურმა Deep State-მა მოკავშირედ გაიხადა ყველა ის ვოულქური იდეოლოგიური დოქტრინა, მოძრაობა და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ ოჯახს, რწმენას, ეკლესიას, ერთს და ტრადიციულ ღირებულებებს. ნათქვამია განცხადებაში. მოგიხსენებათ, დიდგორის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა. ეს არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო და დიდგორმა მნიშვნელოვან წინდად საუკუნების მანძილზე განსაზღვრა ჩვენი ერის ხასიათი და ბედიც თუ გნებავთ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში და როდესაც შენ ამას ეხები და როდესაც შენ ცდილობ დააკნინო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების მნიშვნელობა, შენ ხარ უბრალოდ ვერაგი, შენ ხარ მტერი და ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი. ეს არის ძალიან ვერაგული ჩანაფიქრი და შორს მიმავალი ჩანაფიქრი იმისა, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გამოარჩიონ და შემდეგ ეს გააბაიბურონ. ეს არ გამოვა. ეს არის საუკუნოვანი საქართველოს ქართველი ერის მტერი ძალები. როგორც საბჭოთა სივრცეში, ისევე უცხოეთი და ეხა ახალი, როგორც ეთქობა, განახლებული ენერგიით. ზუსტად იგივე ძალა ახდენს რას? რომ ჩვენ მოგპარონ ჩვენი წარსული. გაგვიხალბო, თითქოს დიდგორი არ არის, თითქოს გორგასალი არ არის ის, ვინც არის და ის იდეადე, რომელიც მოკლედ საქართველოს უნდათ რომ გამოაგლიჯონ ის ბურჯების ქვაკუთხედები, რომელზეც დგას ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი რწმენა, ჩვენი მამულიშვილობა და ის ღირებულებები, რომელმაც უნდა შეგვაქმნებინოს მომავალში კულტურა. ეს ძალა, ეს ბოროტი ძალა არსებობდა, როგორც ვამბობ, 300 წელზე მეტი ებრძვის ქართველ ერს.
deep state იქნება ეს თუ წინა საუკუნეებში სხვადასხვა მცდელობები რუსიფიკაციის პოლიტიკა იქნებოდა თუ კიდევ უფრო ადრე სხვა საქართველოს ამას საბოლოო ჯამში უმკლავდებოდა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის თავისი ეროვნული თვითყოფადობით, თავისი ტრადიციით და თავისი მომავლის პროგრესისკენ სწრაფის, ასე ვთქვათ, ნიჭით აგრძელებდა ცხოვრებას. ესე არის და ესე იქნება დღესაც. კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა 32 პირს. მათგან ერთს კი დაუსწრებლად კანონიერი ქურდობისთვის. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულების სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეცოპერაცია თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ერთდროულად ჩატარდა. პროკურატურა 32 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად საზღვარგარეთ მყოფი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით და ასევე დამოუკიდებლად საქართველოში ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს მიმართა. ბრალდებულთაგან ერთ პირს ბრალდება კანონიერი ქურდობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ბრალდებულს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7 პირს ბრალდება ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 20 პირს მათგან ერთს დაუსწრებლად ბრალდება კანონიერი ქურდისათვის ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტზე წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა 32 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირების ბრალდებითაა დაწყებული. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის 209 ძირი, მარიხუანა და ბუპრენორფინი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 265 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირი დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის და გადაცემის ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს უკანონოდ გადასცა მეთადონის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ნივთმტკიცებად ამოღებულია მეთადონის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურჩერჩელო პარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაც ფერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დამწესებულებაში ამოთავსებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდებარე რეფორმებზე. მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ღონისძიების გატარებას განაგრძობს. ამ მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ 3 ქალაქში, თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის განხორციელებას უკვე შეუდგნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მართლწესრიგის ახალ ოფიცრებს სამინისტროში უმასპინძლა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნული ინსტიტუტი შევიდა ქალაქ გორში, ქალაქ თელავსა და ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული ოფიცრები ახორციელებენ დანაშაულის პრევენციას. ისინი რეაგირებენ პირველად მოხდარ დანაშაულზე
და მოქალაქეებთან აქვთ მჭიდრო ურთიერთობა. პირველი შემხელობა მოქალაქეებთან გვაქვს მათ წესრიგის ოფიცრებს, ჩვენ ვეცნობით მათ განცხადებებს, ვიზიარებთ მათ პრობლემებს, შეძლებთ დაგვარად ვცდილობთ რომ დროული მექანიზმები გავატაროთ მათ პრობლემის აღმოსაფრთხებლად. ვინ მისცემს კიევს უსაფრთხოების გარანტიებს და როდის დასრულდება ომი, რომელიც 3 წელი აგრძელდება. ევროპაში სულ უფრო მეტად მცირდება იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარების გაგზავნას ემხრობიან. პარალელურად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უსაფრთხოების დაცვის პროცესში მთავარი როლი სწორედ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს. ხოლო ვოლოდიმერ ზელენსკი კი კვლავ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ითხოვს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს კიევში ეწვევა. რაზეც კიევში იწვევს, რაზეც პასუხი უკვე ცნობილია. პუტინი ზელენსკის მოსკოვში ელოდება. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. გვინდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ხალხი ელოდება, რომ მათ დავეხმარებით. ევროპა, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ნომერ პირველი იქნება და მათ სურთ, რომ პირველები იყვნენ. მათ ასევე სურთ, რომ ეს ომი დასრულდეს. ეს დასრულდება, ყველაფერი უცებ დაალაგდება. ნახავთ. ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა. როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმების ქვეშაა, არ შემიძლია ამ ტერორისტების დედაქალაქში წასვლა. ადამიანს თუ არ სურს ომის დროს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის შემოგთავაზებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის და სხვებისთვის მისაღები არ იქნება, ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ და რობერტ ფიცომ ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ლიდერებმა ისაუბრეს ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა ომში მყოფ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს. ამავე მოსაზრებას იზიარებს ხორვატიაც. მოხარული ვარ, რომ მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ შევძელით პირისპირ საუბარი, ასევე ერთმანეთისთვის ზოგიერთი საკითხის და საკუთარი პოზიციების ახსნა. რიგი მოსაზრებები განსხვავებულია, ასეთია ცხოვრება. მაგალითად, სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ. ბოლო დღეებში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და მსურველთა კოალიციის მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნახსენებია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ხორვატია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. განცხადებას პიტერ სიარტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ კიევის ევროგაერთიანებაში ინტეგრაცია უნგრეთის შრომის ბაზარსა და უსაფრთხოებას გაანადგურებს. აქვე სიარტო აღნიშნავს იმასაც, რომ ზელენსკისგან განსხვავებით ორბანის პოზიცია გარე ძალების ნაკარნახევი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი ერქმება. ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. განაცხადა დონალდ ტრამპმა. მორიგი საპროტესტო აქცია სერბეთში. რიგარეში არჩევნების მოთხოვნით 1000-ობით მომიტინგე ქალაქ ნოვი სადში შეიკრიბა. 2024 წლის 1 ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთავისუფლებას ასახელებენ. მათი თქმით, ეს სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმითაა გამოწვეული. გამოშვებას CSKO 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. 4 სექტემბრიდან ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს 3051 უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია 16 სექტემბრის ჩათვლით. მონაცემების გადამოწმება კი CSKO-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი. რაც შეეხება გადასატანს საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული უბნის მოთხოვნის ვადა 23 სექტემბრამდეა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დროულად გადამოწმონ საკუთარი მონაცემები. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3051 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები
და გაიგონ, სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. ამ მომრჩეველსთან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამ მომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას გაცემული მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობითაც. ამ მომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანის საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ეტლით მოსარგებლე ამ მომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ აბაშიძე ქართული ოცნების მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძესთან ერთად ახვლედიანის, ნიკოლაძის და ვაშლოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. სადაც ყურადღება ქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე გამახვილდა. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ დიდ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენ დედაქალაქში და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის ვერის პარკი, რომელიც არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქის, უახლოეს პერიოდში დასრულდება რეაბილიტაცია და ყველა მოქალაქე, როგორც ამ ქუჩის მაცხოვრებლები და ვერის მოსახლეობა, ასევე მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლეს ამ მნიშვნელოვანი პარკით. პრობლემები საკმაოდ ბევრი არის, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოვაგვაროთ ჩვენი გამგეობის ნაწილში, რაც შეეხება ბევრი ესე ვთქვათ კმაყოფილი ადამიანი არის იმ პროექტების განხორციელებით, რასაც მერია ახორციელებს და კონკრეტულად თბილისის მუნიციპალიტეტი და ჩვენ მაქსიმალურად გავაგზავნებთ მომავალში ჩვენი ესე ვთქვათ თბილისელების მხარდაჭერა. ჩვენ რაიონში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. ახლაც ამ არჩევნებზე დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ბევრ რამეს გავგეკეთებს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვის უბნის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ამჯერად ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში გაიმართა. ისაუბრეს როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაესწრო. შეიძლება ძალიან და აქვე დავამატებ იმას, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში და ჩვენ ვიმყოფებით თემკის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, შევხვდი მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანი უმრავლესობა მათგანს ვიცნობდი, მოვისმინე მათი პრობლემები, მათი საჭიროებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საჭიროებები და პრობლემები მოვაკვირდოთ. დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო. გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 6 სექტემბრის მონაცემებით ღვინის საწარმოებმა 12,000-მდე ტონნა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლის წყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, რა თქმა უნდა, ყურძნის ხარისხთან მიმართებით, როგორც წლის დასაწყისთან აღნიშნავდით. ყურადღება ექცევა და დიფერენცირება ხდება მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენთან მიმართებით, როდესაც ქართულ ღვინოს აქვს თავისი უნიკალურობა და ვარ საქართველოს ღვინის სამშობლო, ცალსახად ამბიცია უნდა გქონდეს იმისა, რომ გქონდეს ერთ-ერთი გამორჩეული ხარისხიანი ღვინო. რთველი გახურდა დედოფლის წყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის 12,000 ტონაზე მეტია გადამუშავებული. აქტიურად მიდის კრეფა ამ ორ მუნიციპალიტეტში. დღიური გადამუშავება უკვე გასცდა 1000 ტონას. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან. თველი 2025-ის წარმატებით ჩატარების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში სისტემატიურად კოორდინაციაში ვიმყოფებით როგორც თბილისის შტაბთან, ასევე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.
მიხეილ სარჯველიძე რომში გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა. სამიტში 80-მდე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, ექიმები და ექსპერტები მონაწილეობენ. მიხეილ სარჯველიძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, DRG მოდელებზე და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არის უნიკალური შესაძლებლობა საიმისოთ, რომ რაც შეიძლება მძლავრი იყოს იმპულსები, რომელიც განავითარებს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის პაციენტის უსაფრთხოება საზოგადოდ და განსაკუთრებით ყურადღების კონცენტრირებით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემდგომი გაუმჯობესება, დახვეწა, რაც შეიძლება მეტად რომ იყოს თითოეული ეს გადაწყვეტილება და საკუთრივ პროტოკოლები და გაიდლაინები ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც პრაქტიკულად მკურნალობის პროცესს გახდის აბსოლუტურად უდაოს ორიენტირებულს, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის მაღალ ხარისხზე. ეს არის შესაძლებლობა გავძლიერდეთ ერთად იმ გზაზე, რომელიც წლების წინ დაიწყო და რომელიც მომდევნო წლებზეც არის მიმართული. 2027 წელს ჩვენ ერთად დავესწრებით მსოფლიო კონგრესს საქართველოში. ეს არის გზა დიდი ღონისძიებისკენ, რომელიც კიდევ ერთხელ გაერთიანებს წამყვან ექსპერტებსა და უწყებებს ვენური და ლიმფური პაციენტების მოვლის გასაუმჯობესებლად. უნდა შეხვედრები იტალიის ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან, წარმომადგენელ პერსონებთან ჩვენი დარგის მსოფლიო მასშტაბით და იმედია მათი ესეთ მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება იმისთვის, რომ 2027 წელს ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს წინაშე და კონგრესი, რომლის მოლოდინი აქვს ყველას, მინდა გითხრათ მსოფლიოში, საქართველოს ხარით ღირსეულად წარმოადგენს თავის თავს. Georgian Water and Power SEMEC-ი სანქციებს დაუწესებს. მიზეზი რუსთავის წყალმომარაგებაში დაშვებული დარღვევები და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილებაა. რუსთავის მერიამ SEMEC-ს საკითხის შესასწავლად მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა. კომისიამ უკვე იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილებას 11 სექტემბერს მიიღებს. ნებისმიერ დროს, როდესაც არაპასუხისმგებლიან დამოკიდებულებას დავინახავთ კომპანიის მხრიდან, ჩვენ გვექნება აუცილებლად რეაგირება. დღეს ხდომაზე დეტალურად იქნა განხილული ის საკითხები, რომელიც დარღვევით მიმდინარეობს და რეკომენდაციების შესრულების შემდეგ რუსთავი ამ კუთხით გადადგავს წინ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქალაქში ეს გამოწვევა იყოს დაცლებული. მომდევნო კვირას ასევე მოვისმენ საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ შეფერხებებს და იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ამ პროექტების შეფერხებები. დაევალა კომისიას ასევე, რომ ამ პროექტების განხორციელებას უფრო მეტი ტემპით მიხედოს. მომდევნო კვირის კომისიის ხდომაზე დავასრულებთ ჩვენ საკითხის განხილვას, გავცემთ კონკრეტულ დავალებებს და ასევე Georgian Water and Power-ი დასანქცირდება მის სისტემაში და ქსელში არსებული ტექნიკური ნორმების და წესების დარღვევის გამო. ჩვენ მოვისმინეთ SEMEC-ის თავმჯდომარისგან გადაწყვეტილების პროექტის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირ დავალებას წყალმომარაგების კომპანიისათვის ელექტროენერგიის მომარაგების ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ინვესტიციით გათვალისწინებული პროექტის სამუშაოები. წყალტუბოში დასრულდა აფხაზეთის მთავრობის პროექტი ტექნოლოგიური კვირეული 2025. კვირეულის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში. მიხარია, რომ ესეთი კარგი მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, ჩვენს დევნილებს, რომლებსაც კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ჭირდებათ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც მათ უნდა შეიძინონ ტექნოლოგიური კუთხით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში გავაგრძელოთ მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულების ჩართულობას. მოხარული ვარ, რომ მოვხდი ბანაკში ამ 5 დღეში გავიცანი შესანიშნავი ადამიანები, დავმეგობრდით, ასევე მივიღე ახალი ცოდნა, რომელიც დამეხმარება მომავალში და კარგი იქნება თუ შემდეგშიც მოხდები ეს მსგავს ბანაკებში. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯში კონსტრუქტორს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან ინფორმაცია სასწავლების საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მიიღო.
ვეწვიეთ ამ კოლეჯს ზესტაფონში და დავრწმუნდით თუ რაოდენ მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს გადამზადება, კადრების მომზადება და რაც მთავარია, ამ კადრების დასაქმება არის თითქმის 100%-ით უზრუნველყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი უკვე პირდაპირ ასაქმებს სხვადასხვა სამშენებლო პროექტებში იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობით მშენებლობის მიმართულებით სპეციალიზირდებიან. ჩვენ გავაცანეთ ჩვენ სამფუძნებლად ინფრასტრუქტურა, დავათვალიერებინეთ ჩვენი მიღწევები, ვაჩვენეთ, გაუზიარეთ, ვისაუბრეთ ასევე დარგში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებზე, გაუზიარეთ ჩვენი პრაქტიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება განავითაროთ კერძო საჯარო პარტნიორობა. ჩვენ სამშენებლო კომპანიას VK Constructions, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, შესაბამისად ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს კვალიფიციურ მუშახელს და სწორედ ამ მოთხოვნამ გამოიწვია ამ idეის დაბადება, რომ სახელმწიფოსთან ერთად, სახელმწიფო სექტორთან ერთად გაგვეკეთებინა პროფესიული განათლების კოლეჯი, კონსტრუქტორი, რომელიც აღმოჩნდა კერძო სექტორის და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის საკმაოდ წარმატებული მაგალითი. სოფლიო ბანკის შავი ზღვის გალურჯების პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის დაბინძურების მზარდ პრობლემებსა და მისი შემცირების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მსჯელობა, დისკუსია კერძო სექტორთან, რათა შევამციროთ პლასტიკის გამოყენება ყოველდღიურ მოხმარებაში, ამავდროულად საზოგადოებაში შევთავაზოთ ალტერნატივები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის სახით, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკის შემცველ პროდუქტებს. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, განსაკუთრებით აჭარისათვის და ტურისტული ზონისათვის. საქართველოს ზოგადად ასევე აჭარა მისი სანაპირო ზოლი იმსახურებს იმას, რომ ის იყოს ლურჯი ზოლი და შესაბამისად მაქსიმალურად დაცული ნარჩენების ჩამდინარე წყლებისაგან, განსაკუთრებით პლასტიკისაგან. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმში, შავი ზღვის ერთ-ერთ ულამაზე საზღვაო ქალაქში. აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ შავი ზღვის მთავარ დამაბინძურებელზე, პლასტიკის ნარჩენებზე, რომელიც ქვეყნის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ მთავრობასთან, მუნიციპალიტეტების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა მოვძებნოთ ეფექტიანი გამოსავალი პოლიტიკის შემუშავების, საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრის. ჩვენ მზად ვართ პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება შევამციროთ შავ ზღვაში. შესწავლილი ნარჩენების მთელ მასაში 88%-ს წარმოადგენს პლასტმასის ნარჩენები. 88. აქედან დაახლოებით 60% გახლავთ პლასტმასის ბოთლები. ალბათ ეს ციფრები ძალიან მეტყველია იმის შესახებ, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და ხაზს უსვამს იმას, რომ ამ საკითხს დაუყოვნებლივ უნდა მიეხედოს. ქართული პავილიონი ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე. გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც 8 ქართულმა კომპანიამ თავისი პროდუქცია წარადგინა. კომპანიებს წარმომადგენელი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. გაიმართა არაერთი შეხვედრა. წელს გამოფენაში მონაწილეობა 55,000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო 75-მდე ქვეყნიდან. გამოფენა სულ 70,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 8 ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ღვინოს, თაფლს, თხილს, დაფნას, ნატურალურ წვენებს და მინერალურ წყალს. საკმაოდ დატვირთული და ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს. კომპანია წყალიმარგებელი სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობას იღებს ქალაქ შენიაში გამართულ გამოფენაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები, ძალიან საინტერესო ვიზიტორები ყავს. პირველად გავსინჯე, ძალიან მომეწონა და მართლაც კარგი ღვინოა. ვფიქრობ, მას დიდი პოტენციალი აქვს ვიეტნამის ბაზრისთვის. ვეცდებით შესაძლებლობები გამოვიკვლიოთ და იმედი მაქვს თქვენს კომპანიასთან ერთად შევძლებთ ვიეტნამში ახალი პროდუქტის წარდგენას.
სამცხე ჯავახეთში გემოფესტი პირველად ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს ბორჯომის პარკი მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში ბორჯომში ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. ფესტივალში 15-მდე ადგილობრივი მზარეული და 30-მდე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ტერიტორიაზე მოეწყობა კვებისა და ღვინის ზონები, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი და ფოტოსივრცეები. დღის ბოლოს დასრულდება კონცერტით. ბორჯომიდან და გემოფესტიდან ჩვენი კორესპონდენტი ნინი ნაცვლიშვილი ჩაგვერთვება. ნინი, რა ხდება ადგილზე და როგორია განწყობა? დიახ, სამცხე ჯავახეთის გემოფესტმა სტარტი უკვე აიღო. ამ წუთებში ბორჯომის პარკში აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ადგილზე განთავსებულია კვების სივრცეები, ასევე მოწყობილია ღვინის და სამეწარმეო ბაზარი. ამ ხნის განმავლობაში გასტრონომიულმა ფესტივალმა თითქმის ყველა რეგიონი მოიარა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ სამცხე ჯავახეთში პირველად იმართება. მაშინ მონაწილეობას 15-მდე ადგილობრივი მზარეული და 30-მდე მეწარმე იღებს. მზარეულებმა გაიარეს პროფესიონალ შეფებთან გადამზადება და მთელი 2 დღის განმავლობაში ყველას, ვინც მოვა ბორჯომის პარკში და შეუერთდება გემოფესტს, საშუალება ექნება, რომ დააგემოვნოს როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები, მათ შორის ისეთი, როგორც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მესხურ ოჯახებში მზადდებოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას და ასევე მეტი მოგზაურის მოზიდვას ქვეყანაში. ესეთი კუთხე საქართველოს მასშტაბით ჯერ არ შეგვხვედრია ამ დროს მოგზაურობ და განსხვავება ის არის, რომ მსგავსი კულინარია, მსგავსი ხედვა კულინარიის მიმართ არც ერთ სხვა რეგიონში არ გვხვდება და ეს იყო ჩვენთვის შეფებისთვის ინსპირაციის წყარო, რომ შეგვექმნა კიდე ახლებური და სხვა რეგიონებისგან განსხვავებული კერძები. მთელი სამცხე ჯავახეთიდან 15-მდე გემოელი არის წარმოდგენილი ძალიან განსხვავებული, ძალიან საინტერესო გემოებით. იცით, რომ მთელი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის წინ გემოფესტივალის ჩატარებას, თუ როგორ ვაქციოთ ტრადიციული კერძი თანამედროვე ვერსიად, ასევე ჩვენთან ერთად არის ადგილობრივი მეწარმეები, თქვენ ახავთ და განსხვავებული ყველის დახლებს, განსხვავებული სხვადასხვა პროდუქტის, ადგილობრივი პროდუქტის დახლებს, აუცილებლად უნდა ეწიოთ დღეს და ხვალ ბორჯომის სკვერში ძალიან განსხვავებულ, საინტერესო და განსაკუთრებულ საქართველოს. ამას გარდა ამ მხარეში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, როგორც ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, წელს ტურისტების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა და განსაკუთრებით ისინი ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან. წლევანდელი სეზონი იყო საკმაოდ კარგი, განსაკუთრებით გამოვყოფ აგვისტოს თვეს, როდესაც სასტუმროს არსებობის ისტორიაში, ასე ვთქვათ, რეკორდი დავამყარეთ და მხოლოდ აგვისტოს შემოსავლებმა გადააჭარბა $1 მილიონ. ზოგადად ივნისი, ივლისიც არ იყო ცუდი თვეები. შემოდგომაზე გვაქვს მოლოდინი იმისი, რომ გასულ წელზე და წინა წლებზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ და მეტი სტუმარი გვეყოლება და შესაბამისად სასტუმროსთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის, რაც არის მთავარი, მეტი მოგებაცაც მიიღებს სასტუმრო. ჯგუფური ჯავშნებიდან ჭარბობდა ევროპა, ბრიტანეთის ჯგუფები საკმაოდ აქტიურად ჯავშნიდნენ, ასევე იყო გერმანია და ავსტრალია. ახალი ლიდები წამოვიდა ჩინეთიდან, იყო ასევე კორეა და ტაილანდის ტურები სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ადგილობრივები უფრო ჭარბობდნენ და საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ქართველებიდან. რაც შეეხება გემოფესტის ტურის ფარგლებში, ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოგვივიდა და საკმაოდ აქტიურად ვართ, თითქმის დატვირთულები ვართ სრულად. გურმანებისთვის საყვარელი ფესტივალი სტუმრების მოლოდინშია. წლევანდელი გასტრონომიული მოგზაურობა სწორედ სამცხე ჯავახეთში დასრულდება. სამცხე ჯავახეთის გემოფესტიდან გვერდებოდა ნინი ნაცვლიშვილი, მადლობა ნინი. დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მე-16 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ბრძოლებში 13 წყვილი ჩაერთვება. მთავარ საჩემპიონო ბრძოლას ცნობილი სპორტსმენი გიორგი ქართველიშვილი გამართავს და საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად აზერბაიჯანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.
ტურნირი ტარდება რუსთავის მერიისა და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის მხარდაჭერით და ორგანიზებით. მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პროფესიონალი სპორტსმენები. ბრძოლა იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული და გელოდებით ყველას. ფედერაციის გვერდედგომით, ერთობლივად მერიის გვერდედგომით გამოვიდა ესეთი მაგარი ღონისძიება, ძალიან მაგარი ბრძოლები იქნება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის. იქნება მთავარი ბრძოლა გიორგი ქართველიშვილის რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება Young Warriors 16, სადაც გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის კამარი, ასევე იბრძოლებენ ძალიან მაგარი სპორტსმენები და ყველას გელოდებით შეჯიბზე. ფოთი პრო 2025 ოქროსტბის ისტორიულ ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა. ფოთის ბაზას 30-მდე სპორტსმენი სტუმრობს ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის 7 ქვეყნიდან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტურნირის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, სპორტული ტურიზმის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. დავიწყეთ ფოთში წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირი, აქ მოსულ ადამიანებს ულამაზესი სანახაობა დახვდებათ. საზოგადოებრივ მაუწყებლოზე არის პირდაპირ ტრანსლაცია, ასევე საერთაშორისო მაუწყებლოზე არის, რომელიც მილიონიან აუდიტორიას ფარავს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, იმ ინტერესის გაღვივებისთვის, რომელიც ჩვენი ქალაქის და ამ სპორტის სახეობის მიმართ ჩვენს ქალაქში იყო ისტორიულად და შესაბამისად დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ზოგადად წყლის სპორტის სახეობის მიმართ, სპორტული ტურიზმის მიმართ, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინტერესი გაიზრდება. საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მიხარია აქ ყოფნა. მახარებს ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. კარგი ამინდია, კარგი ბუნებაა, სპორტის ეს სახეობაც ძალიან საინტერესოა. ადგილზე ყველაფერია მოწყობილი იმისთვის, რომ სრულფასოვანი შეჯიბრი შედგეს, რაც ყველას გვახარებს. კურიერი 3-ზე დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით, მანამდე კი ყველა ახალ ამბავს გაეცანით რუსთავი 2.jz-ზე.